მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროსარხზე. უკვე მერამდენეთ ვიწყებ ამ ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ ჩემი მეზობლები არ ნებდებიან და ხმაურობენ. და ეს ძალიან მაფრუსტრირებელია და რთული, რომ ვერ კონცენტრირდები, როდესაც ასეთი დოზებით ხმაურია ხოლმე ეზოში. მე კიდევ ერთხელ ვცდი და იმედია ამჯერად ეს იქნება ბოლოც და გამოვა. ასე რომ დავიწყოთ. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო სასიყვარულო სფეროზე, რადგანაც დიდი ხანი ამაზე არ გამიკეთებია გაშლა და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო და აქტუალური ეს თემა თუ ვინ გამოჩნდება შენს სასიყვარულო სფეროს ზღურბლზე ამ ახლო პერიოდის განმავლობაში, ხო? ახლო პერიოდში გულისხმობ 2-დან მაქსიმუმ 3 კვირის ინტერვალს, ასე რომ ვისთვისაც რომელი დროა აქტუალური, თქვენ იმ დროზე ფოკუსირდით და ჩაიფიქრეთ გაშლის დროს. გვექნება 3 პოზიცია, როგორც სულ გაჩვენებთ ახლა ამ პოზიციებს. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს. დავიწყოთ პირველი პოზიციით. დასაწყისში ნახოთ თვითონ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. თქვენი სიგნიფიკაცია, რომ მიხვდეთ თქვენი პოზიცია არის ეს, რაც აირჩიეთ, თუ არა. კარგი, ნახოთ, გვაჩვენეთ თვითონ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, მისი ცხოვრების ამ ეტაპზე თვითონ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. ამ 2-დან 3 კვირის განმავლობაში მაქსიმუმ გვაჩვენეთ ის მამაკაცი, ვინც გამოჩნდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს ზღურბლზე. რით გამოჩნდება და რისთვის. ნახოთ სიგნიფიკაცია თვითონ პირველი პოზიციის. პირველი პოზიცია სიგნიფიკაცია ამ ეტაპზე მაინც უფრო მეტად არის დახურული საკუთარ თავში. ასევე მინდა ვთქვა, რომ აქ პირველი პოზიცია ძალიან სიღრმისეული პიროვნება, ღრმა ინტუიციით, ღრმად ჩახედილი საკუთარ თავში, ანუ მას აინტერესებს ის ყველა პროცესები, რაც ხდება მასში, შინაგანად. მაგრამ ახლა აი მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, ახლა უფრო მეტად ისეთი პოზიცია, რაღაც არ არის გარემოდან წამოსული დინამიკა და ცვლილებები, უფრო რაღაც სიჩუმე და სიმშვიდე გარედან, ხო, ცხოვრების გარე ასპექტს გულისხმობ. და შინაგანად უფრო მეორეზე გადავიდე. პირველი პოზიცია უფრო მეტად აი საკუთარ თავთან არის ამ ეტაპში. ან ცდილობს, რომ რაღაც მიგნებები გააკეთოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მიაგნოს რაღაც პასუხებს, უფრო მეტად იგრძნობა, რომ უფრო მეტად ჩაყვინოს საკუთარ თავში, მაგრამ აი ახლა პირველი პოზიცია უფრო მეტად დამკვირვებელია, ვიდრე აქტიური მონაწილე მისი ცხოვრების, ხო? აი უფრო მეტად რაღაც ამ პოზიციაში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. ასევე თვითონ პირველი პოზიცია საკმაოდ ძალიან სიღრმისეული პიროვნება, აი ძალიან სიღრმისეული, ემოციების ჩვენება, სხვებისთვის მისთვის შესაძლოა იყოს ისეთი უჩვეულო ან რთული. უფრო მეტად ყველაფერი, რაც მასში ხდება, რჩება მასში, ხო? იშვიათად, რომ ვინმეს გაუზიაროს ან ანდოს ეს ყველაფერი. ან ვინმეს თუ ანდობს, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო, რომ ის ადამიანი შევიდეს მის ნდობის წრეში, ასე რომ ვთქვათ. აი ზოგადად, ასეთი ინფორმაცია პირველ პოზიციის სიგნიფიკაციასთან დაკავშირებით, ვისთვისაც რეზონირებს, უსმენთ. ნახოთ, ის მამაკაცი, ხო, მამაკაცი ახლა მე პირობითად ვამბობ, თორე ვისაც რა გენდერი უნდა ის ჩაიფიქროს და იმაზე ფოკუსირდეს, უბრალოდ უმრავლესობისთვის მამაკაცია და ამიტომ ვამბობ, თორე რეალურად, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის საერთოდ არ აქვს გენდერს. კარგი, უმრავლესობისთვის, ხო, მამაკაცი, რომელიც აი ამ ახლო პერიოდში რეალურად გამოჩნდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს ზღურბლზე, ასე რომ ვთქვა. როგორი მამაკაცია. აბა, კიდევ გვაჩვენეთ ეს პიროვნება უფრო სიღრმისეულად. რა არის ეს? ეს ასეთი მამაკაცია 8 of Wands-ისნაირი? გადატრიალებული, ხო? ანუ პლუსში
პირიქით, არც ისე ენერგიული. ხო, არც ისე ენერგიული, არც ისე იმპულსური, არც ისე სპონტანური, ანუ უფრო ჭირდება დრო. მე ძალიან ბევრი ფიქრი, დრო, საკუთარი თავის გვემა, შიშები, კომპლექსები, ბლა 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 ბლა. ყველაფერი აი ამ ასპექტში არის ამ მამაკაცთან დაკავშირებით. ხო, აი მას უჭირს რაღაცა ახლა ამ წუთას ეგრევე ადგეს და რაღაცები გააკეთოს, ანუ მას ჭირდება დრო. ეს არ არის ის პერსონაჟი, რომელიც თავ დაუვიწყავთ რაღაც ახალ თავგადასავლებებში გადავარდება თავგადასავალში. დამებლუკა ენა. ნერვები მომეშალა უკვე ამდენჯერ გადაღებიდან. ცდილობ რომ კარგი. დავივიწყებ ფაქტი ახლა მე ამ წუთას. ხო, ანუ მას უჭირს რომ ახლა ადგეს და რაღაც ახალ მომენტებში წავიდეს. ამას ჭირდება დრო, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგას და რაღაც ახალი წამოიწყოს. ანუ მის ტემპერამენტშიც ეს არ ჩდება. არ არის ესეთი სპონტანური, იმპულსური, დინამიური, ენერგიული, დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, რისკიანი, ადრენალინიანი, არ არის ესეთი. კარგი, აი ეს ისტორია მაინტერესებს. ოკეი, ეს თავარი კარტი გავიგეთ, მაგრამ ეს ისტორია მაინტერესებს. აქ ეს რა არის? ეს ისტორია, რაც მას უკვე აკავშირებს პირველ პოზიციასთან და რვიანი კვერთხები, ნახეთ. რვიანი კვერთხები, ეს ნახეთ. ვერ ვითარდება. ხო? 7-8. ესე იგი, ამ პიროვნებას ახლა არ აქვს განვითარება ურთიერთობის პირველ პოზიციასთან და პენტაკლების დედოფალი, ნახეთ, საინტერესოები ხდება. კი, ანუ ეს არის ის პიროვნება, აქ მე დავასკვნი იმას, რომ უმრავლესობისთვის, რადგანაც საჯაროა ეს გაშლა, ხო? ეს არის პიროვნება მაინც უმრავლესობისთვის, ვისთანაც ახლა ვერ არის განვითარება. ანუ თქვენი ურთიერთობა ამ ადამიანთან ვერ ვითარდება რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. დევილის არკანი გვაქვს ხო შუაში. ეს რა მიზეზებია დევილის მიხედვით? ოკეი. ეს უბრალოდ ნახეთ. დევილი. მეორეჯერ ამოვიდა ეშმაკის არკანი და სამიანი აქ არ გამოურიცხავს სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს, ან ადამიანი მაგალითად არ არის ჩამოყალიბებული, ეშინია პასუხისმგებლობის აღება, ეშინია სტაბილურ ურთიერთობებში შესვლა. ნებისმიერი აი ამათგან ვარიაცია შესაძლოა იყოს აქ, რის გამოთაც არ ხდება ურთიერთობის წინ წაყვანა, რადგანაც თვითონაც ვერ მიყავს. ხო, გარკვეული მიზეზების გამო. და აი გვაჩვენეს აქ ის პიროვნება, ვინცაც აქ უმრავლესობა იცნობს. მაგრამ ვისთანაც ამ ეტაპზე არ არის დინამიკა, არ არის განვითარება. ამ ადამიანს ფაქტია, რომ აქვს სურვილი, რომ თქვენთან რაღაც გამოიჩინოს თავი, რაღაც მოგართვათ, მოგიტანოთ და თქვენთან ერთად გქონდეს რაღაც განვითარება, მაგრამ განვითარება ვერ არის, ასევე თქვენც ელოდებით ამ ადამიანს აქ ძალიან დიდი ნება და მიჯაჭვულობა ერთმანეთის მიმართ. ხო, ამ ყველაფერმა დამიბადა იდეა, რომ მე ვიკითხო ახლა რა ხდება აი პირველ პოზიციასა და აი ამ პიროვნების შორის. ახლა რა ხდება? ეს ყველაფერი პოზიტივში გვაქვს თუ არა? რა ხდება და აქ არის გრძნობები ერთმანეთის მიმართ, აქ არის სურვილი ერთმანეთის მიმართ, კომუნიკაცია ერთმანეთის მიმართ. ანუ აქ არის გრძნობები და ემოციები, ესე იგი, ამ დასტეთ ვიკითხეს, იგი პირველი პოზიცია ამ პიროვნებას იცნობს. კი, იცნობთ თან ძალიან კარგად და დიდი ხანი არაც იცნობთ. პირველ პოზიციას ამ პიროვნების მიმართ აქ გრძნობები. კი, გაქვთ. და ამ პიროვნებას პირველი პოზიციის მიმართ, მასაც აქვს. მას უფრო როგორი გრძნობები აქვს, აბა? ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ. აქ ეს პიროვნება თქვენზე არის, არ ვიცი, აი, როგორი გრძნობები აქვს, ეს არის ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც მე მავსებს, მაძლიერებს, რომელიც მე მღიბულობს და ამავდროულად რომლის მიმართაც მაქვს ძალიან ძლიერი ლტოლვა და ვნება. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო love story არის აქ ჩვენს წინაშე, თან როგორ იმეორებენ კარტები საკუთარ თავს, დუბლირებენ. ძალიან საინტერესოა. კარგი, გასაგებია. ვნახოთ, რით გამოჩნდება ეს პიროვნება თქვენთან. რით გამოჩნდება? ოკეი. კარგი, კიდევ რით გამოჩნდება? აჰა. კვერთხების დედოფალი, კვერთხების მეფე. ესეც მინდა რომ შეგახედოთ.
რით გამოჩნდება? ესე იგი, ეს პიროვნება გამოჩნდება რაღაც აქ რა არის? აქ რაღაც манипуляცია, შემოთავაზება? თუ რაღაც სიტუაციას ხელში აიყვანს. არა, აქ უფრო მეტად რაღაცას რო შემოგთავაზებთ, ან რაღაცას რო მოიფიქრებს ბოლო-ბოლო და გააკეთებს ეს პიროვნება. შემოგეხმიანებათ, მოგწერთ, არ ვიცი ხო, ვისთვის ეხა რა კონტექსტი უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, მაგრამ აქ ის არის, რომ ეს ადამიანი ჩთება თქვენს მიმართ, ანუ თვითონ იჩენს სურვილს და რაღაცნაირად დგამს ნაბიჯს თქვენთან დაკავშირებით, თქვენს მიმართებით, რომ აი ეს სიტუაცია, რომ რაღაცნაირად შესაძლოა ვიღაცებთან აქ ვერ იყოს კომუნიკაცია, ან არ იყოს კომუნიკაცია, ან სიცივეა ურთიერთობაში, ხო, ან კიდე რაღაც სხვა ფაქტორები, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს და თქვენ გადაგვხვიდეთ ორივე კვერთხების პოზიციაში, ორივე ცეცხლოვან, დინამიურ, განმავითარებელ, განმაახლებელ პოზიციაში, სადაც ჩვენ ისე გვაქვს გრძნობები კი არა და სადაც ჩვენ ხელ ახლა უფრო დიდი ვნებადალ ტოლვა გვაქვს ერთმანეთის მიმართ და სადაც ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, ხო, აი რაღაცებს ხო ფიქრობ, რომელი სიტყვა გამოვიყენო აქ. მივმართავთ საინტერესო ხერხებს, იმისათვის, რომ ურთიერთობა იყოს უფრო მეტად საინტერესო, ამაღელვებელი და განმავითარებელი და სასიამოვნო, ხო? აქ ძალიან მიგრძობა ვნება. და აი გამოჩნდება აი ამით. ესე იგი, ჩდება კიდევ ერთხელ ეს მამაკაცი აქ პირველ პოზიციასთან, კიდევ ერთხელ რით? აი სიახლით, სილაღით, თუმცა გაურკვევლობით. ანუ როგორი გამოჩენა ეს იცი რაღაც უეცრად ადამიანი გამოჩნდა, რაღაც გაჩვენათ, რაღაც გრძნობა, სურვილი, რომ როგორ ახლა რაღაც რომ მოგიკითხავს ადამიანი, მაგრამ ფლირტიც რომ იკითხება ამ ყველაფერში, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა ეს ადამიანი დაკარგული იყო, ან არ ჩდებოდა, ან იყო რაღაც, რაც მაგალითად მე როგორ თქვა, საფიქრალში ჩამაგდო მის მაქმედამ, ხო? აი ამ მისი გამოჩენით ამას კი არ მიხსნის თუ რა მოხდა, როგორ, არამედ უბრალოდ ჩდება ეს ადამიანი, ასე სპონტანურად ჩდება და მთავაზობს, რომ მეც ავუბა მხარი, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერში არის რაღაც გაურკვევლობა. არის რაღაც მთვარე ამ ყველაფერში. ხო, აი ამით ჩდება, რეალურად ეს არის манипуляცია? თუ манипуляცია, კი, манипуляცია ამ ადამიანის მხრიდან თუ არა? манипуляციას როგორც ასეც ვერ ვუწოდებთ მის გამოჩენას, მაგრამ გაურკვეველი არის, აი რაღაც ციკლის გაგრძელება, ისევ ხელახალ წრეზე წასვლა, რაღაც ასეთია აქ. რაღაც ასეთი. ოკეი. რით გავიგეთ? სინამდვილეში რისთვის? ვაუ. აბა კიდევ აქ, კიდევ რისთვის? გაგვაგრძელეთ ეს. ოკეი, ასე დავდებ, რომ შეხედოთ. ესე იგი, სინამდვილეში მე ვიტყოდი, ეს ადამიანი ჩდება აქ ახალი შემოთავაზებისთვის თქვენთვის. რომ აი რაღაც ხელ ახლა რომ დაიწყოს, ან გაგრძელდეს თქვენ შორის რაღაც, ხო? აი, მოდი ავირჩიოთ ეს, ან რაღაცამდე შევთანხმდეთ. და უფრო სტაბილური ურთიერთობა გქონდეს ერთმანეთთან, სადაც ორივე ვართ შეთანხმებული რაღაცაზე. რაც ორივესთვის მისაღებია. რაღაც იმისთვის, რომ ორივე შეთანხმდეს რაღაცაზე. ხო. კი, განსაკუთრებით თქვენ, რომ მიიღოთ რაღაც გარკვეული, ადეკვატური, კონკრეტული პასუხები მისგან, კონკრეტული შემოთავაზება, ვინ ვიქნები მე, რა პოზიციაში მხედავ, ხო? რა პერსპექტივები მე აქვს. აი, რეალურად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პიროვნება რეალურად იმისთვის ჩდება, რომ რაღაც პიროვნულ პოზიციამ მოჰფინოს ნათელი ამ პიროვნებასთან ურთიერთობამ, ხო? კი, ასეც შეიძლება. კიდევ რისთვის ჩდება? რომ შეცვალოს თქვენ შორის სიტუაცია, რაც მაგალითად არის ახლა, რომ უფრო უკეთესად, ასე ვთქვათ, სხვა საფეხურზე გადავიდეს, ახალ ლეველზე, კი, რომ შეიცვალოს მთვარე, რომ დასრულდეს რაღაც თქვენს ურთიერთობაში, რაც მაგალითად ახლა თქვენს ურთიერთობას აფერხებს და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ განვითარდეს. ანუ რეალურად ეს პიროვნება ჩდება პირველ პოზიციასთან იმისთვის, რომ გაირკვეს მათ შორის ურთიერთობა და კი,
რომ გაირკვეს რაღაც ისტორია თქვენ შორის და დაასრულოთ ის სიტუაციები, რაც იყო თქვენს შორის აქამდე და იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ, ხო? აი, უფრო მეტად აი ამისთვის აქ არის პერსპექტივა ასევე უფრო რაღაც ისეთ ახალ ემოციებზე, ან ახალი ხარისხის გრძნობებზე და ემოციებზე, ხო? რეალურად, აქ მიჩნდება ხოლმე კითხვა, რეალურად, აი ამ მამაკაცის გრძნობები და აი ეს გამოჩენა პირველ პოზიციასთან. რა დონემდე გულწრფელია ეს ყველაფერი პირველი პოზიციის მიმართ. ნუ რა არის ეს? აი როგორ რაღაცა იცი? ბოლომდე რომ თქვა სიტყვა გულწრფელი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ ბოლომდე აქ გულწრფელობას. უფრო მაინც ვგრძნობ იმას, რომ ამ ადამიანს უნდა რომ მიიღოს თქვენგან შანსი. იმიტომ რომ აი მას უნდა ასე, აი მას აწყობს ასე, მას აქვს თქვენი სურვილი, აი აქ ძალიან იგრძნობა ვნება და სურვილი პირველი პოზიციის მიმართ. თქვენ მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება ხართ, რომანტიულ კონტექსტშიც, ხო, აი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ხართ, რომელიც ძალიან სურს მას და ძალიან უნდა და მოსწონს და უნდა რომ იყოს მის სიყვარულის სფეროში. აი უფრო მეტად ეს. კარგი, მაშინ აი პირველ პოზიციას რას ურჩევთ? აი ამ პიროვნებასთან დაკავშირებული ენდოს, როგორ იყოს? ხო, არ გინდათ ამ პიროვნებაზე თვალ დახუჭული ნდობა. იმიტომ რომ არის ამ პიროვნებაში რაღაც ისეთი, რაც ბოლომდე არ არის სტაბილური, გარკვეული ან სანდო მაგალითად. ხო, რჩევა არის უფრო მეტად ის, რომ იფიქროთ საკუთარ თავზე და გაიხედოთ წინ. გაიხედოთ იმ პერსპექტივების მიმართულებით, სადაც თქვენთვის არის ახალი პერსპექტივები, სადაც არის თქვენთვის ჰორიზონტები და სადაც არის მთვარე და გაურკვევლობა, იქ არ შეხვიდეთ და იქიდან ისე ლამაზად გამოხვიდეთ. რადგანაც იქ ტოტალური გაურკვევლობაა და არასტაბილურობაა თქვენთვის. ამიტომ გაიხედეთ იმ მიმართულებით, სადაც არის სტაბილურობა, გარკვევლობა და თქვენთვის იქ არის პერსპექტივები და გაქვთ შანსი, რომ განავითაროთ ან საკუთარი თავი, ან საკუთარი ცხოვრება, ან ურთიერთობა. კარგი, და რჩევა კონკრეტულად აი რჩევა ამ მამაკაცთან დაკავშირებით პირველ პოზიციას. ნუ იფიქრეთ აქ საერთოდ საკუთარ თავზე რა, ვიღაც გაურკვეველი ადამიანების გამოს, ვინც გთავაზობთ გაურკვეվել რაღაცეებს და გაურკვეულ შემოთავაზებებს გიკეთებთ, არ დაიღალოთ საკუთარი თავი და რესურსით ყვილად უბრალოდ არ გაფანტოთ ამ გაურკვეველი პიროვნებების გამო კიდევ ერთხელ, უფრო მეტად იფიქრეთ საკუთარ თავზე, საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, საკუთარ თავთან კავშირის გაუმჯობესებაზე და უფრო კრივ კავშირის დამყარებაზე, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და აკონტროლეთ საკუთარი შიშები და აი ეს ფიზიკური იმპულსები. ხო, უფრო მეტად რაღაც ცივი გონება გამოიყენეთ. მსგავს გადაწყვეტილებებში აი ასეთ ადამიანებთან, რადგანაც იმპულსებს არ აყვეთ და შემდეგ არ ინანოთ, ხო, აი ეს არის აქ მთავარი მესიჯი, რომ იფიქროთ საკუთარ თავზე, ჯანსაღად, ხო, ჯანსაღი ეგოიზმი. ის ძალიან მნიშვნელოვანი აქ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. კი, ამ პიროვნებას აქვს გრძნობები ძალიან ღრმა და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ აქ აი ამ გაშლაში იგრძნობა რაღაცა, მაგრამ აი ამ მამაკაცთან დაკავშირებით არის რაღაცა, რაც იწვევს უნდობლობას. ჩემს მხრიდანაც ამ ეტაპზე, ხო? ასე რომ აი ასეთი გაშლა იყო აქ პირველ პოზიციასთან, ვისაც უფრო დეტალურად და ზუსტად გაქვთ სურვილი რომ გავაკეთოთ გაშლა თქვენს სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით ან კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოვწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. მივესალმები მეორე პოზიციას და ვინც აირჩია მეორე პოზიცია, დასაწყისში ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია, რომ იგრძნოთ თქვენი პოზიცია ეს, რეზონირებს თუ არა. გავარკვევთ ჯერ რომელი დასტა გაგვესაუბრება. აქ მეორე პოზიციასთან თქვენ გაგვესაუბრებით. თუ თქვენ. რა არის? ესენი ისაუბრებენ მეორე პოზიციასთან. ვფიქრობ, ამათაც აქვთ სათქმელი აქ. ამათ არ უნდათ. ოკეი.
დავასვენოთ მაშინ ეს დასტა, ნახოთ ეს. Okay. კარგი, ნახოთ სიგნიფიკაცია მეორე პოზიციის, მისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე გვაჩვენეთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. მამაკაცი, რომელიც გამოჩნდება დიდი ალბათობით მეორე პოზიციის სესხუალო სფეროს ღურულზე, ამ 2-დან 3 კვირის განმავლობაში მაქსიმუმ რით გამოჩნდება და სინამდვილეში რისთვის. Okay, ნახოთ. სიგნიფიკაცია მეორე პოზიცია რა არის მეორე პოზიცია? მეორე პოზიცია აქ ამდენს ფიქრობს, მეორე პოზიცია აქ რაღაც არჩევანთან დაკავშირებულ თემებშია, რაღაც ცვლილებასთან დაკავშირებით ფიქრობს რაღაცებს და ფიქრობს, აი ზის და ფიქრობს, ზის და აკვირდება, აი აქ უფრო ქმედება მეორე პოზიციისგან თუ ფიქრები? ქმედება არა. ფიქრები, ქმედება არ იგრძნობა, მეორე პოზიცია ფიქრობს. ფიქრობს რაზე? როგორ აი რაღაც დააღწიოს რაღაც თავის ტკივილ სიტუაციებს თავი, როგორ გამოვიდეს რაღაც ისეთ სიტუაციებიდან, რამაც ბევრი რამე გამოიწვია, აი როგორ დაასრულოს турბულენცია მის ცხოვრებაში, რაღაც გაურკვეველი სიტუაციები მის ცხოვრებაში, როგორ გააგრძელოს ლაღი სიტუაციები, ან ვიღაცასთან დაკავშირებით, ან უბრალოდ მის ცხოვრებაში. ასე რომ აი ასეთ სიგნიფიკაცია აქვს მეორე პოზიციასთან და ფიქრობს მეორე პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და საკმაოდ დაძაბულად, რაც იწვევს მის დაღლასაც აქ. ხო, ვისთანაც რეზონირებს ეს ინფორმაცია, აგრძელებთ მოსმენას. ვნახოთ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ხო, ზოგადი. ვნახოთ ახლა ჩვენ აი მამაკაცი, ვინც გამოჩნდება ამ უახლოს მომავალში, დიდი ალბათობით მეორე პოზიციის სესხუალო სფერო. ეს ჯადოსნური ჯოხი. Okay, კარგი, გვაჩვენეთ ეს მამაკაცი. გვაჩვენეთ ეს მამაკაცი. ეს რა არის? ეს ასეთი ენერგიული მამაკაცი. საინტერესო. ეს თვითონ ეს მამაკაცი არის კვერთხების ენერგიაში? არა. ანუ თვითონ არ არის. თვითონ კვერთხების ენერგიაში არ არის. ესე იგი თვითონ გადატრიალებული პლუსში არის თუ არა თვითონ არ არის კვერთხების ენერგიაში პირველი პოზიციის მსგავსად აქაც რაღაც ეს მსგავსი არის რომ ეს პიროვნება არ არის თვითონ რაღაც ისეთ იმპულსურ ენერგიებში საერთოდ არა რაღაც ქმედების ენერგიებში პირიქით ძალიან ისეთია ფიქრი ანალიზი და შემდეგ უკვე ქმედება მომენტში აი რაღაც კაი ამ მამაკაცის ხასიათი მაჩვენეთ მაშინ მამაკაცი რაღაც გარკვეული მისი დაზიანებული ეგოთი, რადგანაც ბევრი ტკენა, ტკივილი გადახდა მის სესხუალო სფეროში, ბევრი მწარე ისტორია გამოიარა. თავის დროზე ეს მამაკაცი რაღაცეებზე დგამდა, აქტიურობდა, რომანტიული იყო, დგამდა რაღაც გარკვეულ ნაბიჯებსაც კი შესაძლოა სხვებს საერთოდ გაკვირვებოდათ ეს. მაგრამ ბევრი ტკენა გამოიარა, ხო? აი, ბევრჯერ გაუცროს იმედები, ან ატკინეს და ასევე ბევრი ტრავმა, ბევრი კომპლექსი აქვს, რის გამოთაც ახლა არ არის ეს. ახლა როგორ იქცევა ეს მამაკაცი მის სესხუალო სფეროში? ხო, აი, ახლა უფრო მე ვიტყოდი, აი, რა ატყუებს, ახლა უფრო მეტად აქ არასტაბილურად, რაღაც მომენტში სფიერულად შესაძლოა ითქვას, ატყუებს კიდეც პარტნიორებს მის სესხუალო სფეროში. ისე რომ თვითონაც შესაძლოა არ იცოდეს, ან გაგებულად არ ვიცი, ვისთვის როგორ. მაგრამ აქ უფრო მეტად აი ახლა ისეთ პოზიციაშია, რომ ვერ დამიჭერ მე შენთან ერთად რაღაც წავალ პაემანზე, მოვწროპავ ღვინოს, მაგრამ მე ისე გაგესყლდები ხელებიდან, რომ ვერც კი დამიჭერა. აი რაღაც ასეთი პოზიცია აქვს. თუმცა ირჩევს ქალებს ისეთებს რა, აი ქალებს ირჩევს აი მე ვიტყოდი ძლიერ ქალებს, რომლებსაც შესაძლოა სტაბილური ურთიერთობებიც კი უნდოდეთ. მაგრამ ამავდროულად აი ასე იქცევს. საინტერესოა ეს პიროვნება, ძალიან საინტერესოა. და აი ახლა ეძებს
ახლა უფრო მეტად ეძებს უფრო ესეთ სტაბილურ გართობას. ახლა უფრო ეძებს გართობას. თან სტაბილურ გართობას ეძებს, რაღაც სტაბილურ ისეთ გართობას, რომ აი რაღაც პარტნიორი ყავს, ვისთანაც სტაბილური ფორმატი აქვს ისეთი ურთიერთობის, მაგრამ ეს არ არის მისთვის გულის შემაწუხებელი. ეს არ არის ისეთი რომანტიკული ურთიერთობა, სადაც სულ მე პოემები უნდა ვუწერო, სულ უნდა ვიყო მისი თანხმოვანებული, სულ უნდა ვიყო რომანტიკული. აი უფრო გარიგებას გავს რა, რაღაც უფრო პარტნიორულ გარიგებას, სადაც მე გული არ მეტკინება. აი რაღაც ამ ეტაპზე აი რაღაც ეს არის. კაი, ანალიზი ჩავატარე მთელი ამ მამაკაცი ახლა და გავაგრძელოთ, ხო, რაღაც ასეთი პიროვნება არის აქ. ნახოთ, რით გამოჩნდება, ხო? რით გამოჩნდება. აქ ასეთი გრძნობებით, მე ვიტყოდი სხვათა შორის, რა დონემდე საინტერესოც არ უნდა იყოს, აქ იგრძნობა რომანტიულობა, აი ასეთი მამაკაციდან იგრძნობა რომანტიულობა. ანუ აქ რაღაც რომანტიულობით აქ იგრძნობა ის, რომ აი ისეთი რაღაციც ჩდება, რომ აი მე და შენ ერთმანეთს შევეფერებით, ხო? არ ვიცი, შესაძლოა სადღაც დეითინგ ეფებში მატჩი გააკეთოთ, ხო, ერთმანეთს შეესაბამებოდეთ, დაემთხვეთ ერთმანეთის მოწონებებში, არ ვიცი, შესაძლოა უბრალოდ სადღაც შეხვდეთ, შესაძლოა იცნობთ. ესეც ვიკითხოთ, ანუ ამ პიროვნებას იცნობს ახლა მეორე პოზიცია თუ არა. კი, იცნობს თუ არა. ვაუ. ნუ ვიღაცა იცნობს, ვიღაც არა. ნუ კაი. საჯარო გაშლა როა, რთულია ამის გაგება ახლა ზუსტად. იმიტომ ვიღაც იცნობს, ვიღაც არ იცნობს. დავტოვოთ ასეთი პასუხი. მაგრამ გამოჩნდება ძალიან ისეთი გრძნობებით. შესაძლოა დეითსეც წახვიდეთ, ხო, რაღაც გრძნობებით ჩდება აქ, ოკეი. კარგი. კიდევ რით ჩდება ეს მამაკაცი მეორე პოზიციასთან. კიდევ რით? ეს რა არის აქ? რით ჩდება? გაურკვევლობით. რაღაც გაურკვევლობით? თუ გარკვევლობით? გაურკვევლობით, არაპროგნოზირებადობით, არასტაბილურობით. რაღაც ჩდება რომანტიულად თუ როგორ? ეს ორივე კარტი იყო, ხმლების დედოფალის და 10-იანი ხმლები, აი აქ არის, ასე რომ უმრავლესობისთვის აქ არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ყოფილი ან ის ადამიანი, ვისაც იცნობთ. აქ საინტერესოდ ჩდება თითქოს და აი რაღაც ახალი შანსისთვის ან რაღაც ასეთი ისტორია, რომ რაღაც ვაი ეს ჩემი შტატივი, რაღაც ახალისთვის, ახალი ემოციებისთვის, რომანტიულობა იგრძნობა, მაგრამ რა დონემდე პერსპექტიულია ეს ყველაფერი რითიც ჩდება, აი აქ მაქვს კითხვა რა. ჩდება ესეთ რომანტიულად და რაღაცნაირად, სასიამოვნოდ, მაგრამ ეს არ არის პიროვნება, ვინც სულ მთლიანად მიეცემა სიყვარულს გახსნილი გული და ეს მაფიქრებს. ნუ კაი, რისთვის ჩდება სინამდვილეში, ეს ვნახოთ, რისთვის ჩდება. რისთვის ჩდება სინამდვილეში. რომ მეორე პოზიცია გამოიყვანოს ჩაკეტილი მდგომარეობიდან დაჩქოს სიყვარული თუ თვითონ, თუ ორივე. აი. პოზიცია თვითონ. კი, ორივე. თვითონ და ორივე, რეალურად ეს პიროვნება მეორე პოზიციის ცხოვრებაში იმისთვის ჩდება, რომ თვითონ ამ ადამიანმა, თვითონ ამ პიროვნებამ გაეხსნა სიყვარულს ისევ და თქვენც დაგეხმაროთ. ანუ როგორი ისა იცით, თქვენ გეხმარებათ ეს პიროვნება და თქვენც ეხმარებით მას. აი რაღაცა ასეთი. კიდევ რისთვის ჩდება სინამდვილეში ეს პიროვნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. განვითარებისთვის. ვაუ, ბევრი რამისთვის, ძალიან ბევრი რამისთვის, რეალურად იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო, რომ ბევრი რამე გაიგოთ, ბევრი ინფორმაციას დაეუფლოთ და ძალიან ისეთი ძლიერი ენერგიებია, სადაც არის მზე, დინამიკა. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ ვიღაც უფრო მეტად არის ყურადღების ცენტრში ამ ურთიერთობაში, ეს იქნება მეორე პოზიცია თუ თვითონ ის. ხო, თვითონ აი ის პიროვნება უფრო მეტად არის ისეთი ტიპაჟი, რომელსაც უნდა წამყვან როლებზე ყოფნა.
და შესაძლოა აქ წამყვან როლებზე ყოფნამ მოიტანოს რაღაც კონფლიქტი, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნულს დაში თქვენს და მასაც. და იდეაში ერთმანეთს დაეხმარებით, რომ რაღაც გახსნათ საკუთარი თავები სიყვარულის მიმართ და გახსნათ თქვენი გულებიც. ესეც არის, ხო? კარგი. მაშინ ასე ვიკითხოთ აქ. შენ რა პერსპექტივები აქვს მეორე პოზიციას აი ამ მამაკაცთან? 7. აქ არ არის კონკრეტულობა ჯერ. აქ საერთოდ არ ვიცით, სად მიგვიყვანს ეს თავგადასავალი. აი ბევრი სცენარი არის აქ ძალიან, პერსპექტივა არის ყველაფრის. ბევრნაირი. გააჩნიათ თქვენ რა კორექტირებებს შეიტანთ. თქვენ და თვითონ ის პიროვნებაც. ასე რომ აქ მე ვიტყოდი ნებისმიერ რამის შანსი და პერსპექტივა არის, მაშინ რჩევა მეორე პოზიციას აი ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. არ დახარჯოთ დრო გაურკვევლობაზე, მაგრამ ამავე დროულად რაღაც რელაქსურად მიყევით ამ სიტუაციებს და შვიდად, აუჩქარებლად გაარკვიეთ მდგომარეობა თუ აი მაგალითად რას ეძებს ეს ადამიანი, რას ეძებთ თქვენ, ხო? რომ დრო ტყუილად არ დახარჯოთ და გახარჯოთ თქვენიც და მისიც. ეს არის აქ თავარი, რომ რაღაც გაურკვევლობებში, ხო, რაღაც დაკიდებულ გაურკვეველ სიტუაცია ისევ რომ არ გაგრძელდეს თქვენს სიყვარულის სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააფასოთ საკუთარი თავის დრო, ამ ადამიანის დროც და ეგრევე რაღაც პრიორიტეტები დაალაგოთ საკუთარი თავისთვისაც და ამ ადამიანთანაც გაისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რას ეძებს, რა ფორმაც და რა უნდა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ ეს არის რჩევა. ასე რომ ასეთი ინფორმაცია იყო აქ მეორე პოზიციისთვის, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დაალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი, ვისაც არ გამოუწერია ჯერ კიდევ, გამოიწერეთ ჩემი არხი და მსურველებს გელუდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, სადაც უფრო დეტალურად განვიხილავთ თქვენს საკითხებს. წარმატებები ყველას. მივესალმები, ინტერჩე მესამე პოზიცია. ნახოთ ახლა მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო ზუსტად მიხვდეთ და იგრძნოთ ეს თქვენი გაშლა არის. თუ არა, მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. და მამაკაცი, პიროვნება, ვინც გამოჩნდება დიდი ალბათობით ამ ახლო მომავალში, ამ 2-დან 3 კვირის განმავლობაში, ან ის დრო, რაც თქვენთვის მისაღებია მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში, ის პიროვნება, ვინც რეალურად გამოჩნდება მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროს ზღურბლზე. რით გამოჩნდება ეს პიროვნება და სინამდვილეში რისთვის? ნახოთ სიგნიფიკაცია მესამე პოზიციის აქ. აქ მესამე პოზიცია არის პენტაკლების დედოფალი. აქ თვითონ მესამე პოზიცია თუ რაღაც სიტუაცია, რასთანაც დაკავშირებით ფიქრობს. აქ ფიქრობს მესამე პოზიცია, ხო? ანუ საკმაოდ ბევრი გამოცდილება გააჩნია მესამე პოზიციას განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, რომ უმრავლესობა თქვენგან იზებს სტაბილურ ურთიერთობებს აქ. კიდევ სიგნიფიკაცია. რთული არჩევნის გაკეთება. ვიღაცებისთვის შესაძლოა იყოს აქ რთული არჩევნის გაკეთება. ვიღაცებისთვის, მაგრამ ვფიქრობ ზოგადად საკმაოდ ისე ღიად იმდენად არა, რომ სურვილი გაქვთ, რომ რაღაც გახსნათ თქვენი გული და რაღაც ქმედებები იყოს თქვენ სასიყვარულო სფეროში. ამის სურვილი არის, მაგრამ რეალურად ბოლომდე გახსნილი გული აქ არ არის მესამე პოზიციასთან, თუმცა სურვილი იმისი, რომ ვიპოვო ჩემი სიყვარული, ვისთანაც ერთად რაღაც ერთ ტალღაზე ვიქნებით და რაღაც ამის არის. კიდევ სიგნიფიკაცია მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. აქ ვიღაც პიროვნება ამოდის სიგნიფიკაციაში მამაკაცი, ვიღაც სხვა პიროვნება ამოდის აქ, ესეც ორი მამაკაცი და მთვარე. აქ შესაძლოა, ხო? ძალიან ეხა პრიმიტიულად თუ ავხსნით, ვიღაცასთან შესაძლოა მაგალითად ვინც უსმენს, შესაძლოა იყოს რაღაც სხვა ურთიერთობებში ამავე დროულად, ხო? ან რაღაც დაუსრულებული ურთიერთობაში, ან
უკვე არსებულ ურთიერთობაში და ამავე დროულად უნდოდეს იმ ურთიერთობის დასრულება. 1000 რაღაც სიტუაცია შესაძლოა იყოს, სადაც ერთი პიროვნება თქვენ და კიდევ ვიღაც სხვა, ან გინდათ, რომ რაღაც კიდევ უფრო სხვანაირ ურთიერთობაში იმყოფებოდეთ, მაგრამ რთულია ხო ამის გაკეთება. სამკუთხედები, ოთხკუთხედებიც აქვე შესაძლოა იყოს. ასევე რაც ვახსენე დასაწყისში ხო, შესაძლოა არ იყოს რაღაც 2-3 მამაკაცი, შესაძლოა არც ერთიც არ იყოს აქ, მაგრამ აი რაც დასაწყისში ვთქვი, რომ ბევრი რაღაც გადახდა აქ მესამე პოზიციას თავს. უნდა რომ რაღაც ახალი გრძნობები, ახალი ფორმატი, ახალი ურთიერთობა, რაღაც ახალი სასიყვარულო თავგადასავალი იყოს მის ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლოა იყოს გარკვეული სირთულეები სიტუაციის, აი როგორ თქვა, უფრო მოდუნებასთან, გულის გახსნასთან, ხო, აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე შესაძლოა იყოს რაღაც სირთულეები არჩევნის გაკეთებასთან. აი უფრო მეტად ასეთი ინფორმაციები არის აქ მესამე პოზიციასთან, ასე რომ თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენზეა, გააგრძელეთ მოსმენა. ნახოთ თვითონ ის მამაკაცი, ვინც ამ ახლო დროის განმავლობაში დიდი ალბათობით თქვენს სასიყვარულო ზონერას ღურბზე გამოჩნდება. ეს რა მამაკაცია? ეს ვიღაც ტოტალურად ასეთი ახალია. ვიღაც ძველი ხელახლა რა გავაკეთო, ხო? მაინც კიდევ ვიტყვი, რომ ეს გაშლა მაინც საჯაროა, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველასთან ზუსტად ვერ რეზონირდება. რაღაცები შესაძლოა რეზონირდეს, მაგრამ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ აი საოცრება მოხდება და ზუსტად ყველაფერი რეზონირდება, რადგან მხოლოდ საჯარო გაშლა და მხოლოდ გაშლა. დანარჩენი დეტალი თქვენზე არის დამოკიდებული. ამიტომ ვიტყოდი ასე, რომ უმრავლესობისთვის ეს იქნება ვიღაც ადამიანი, ვინც ისევ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ისევ, ხო? ხელ ახლა გამოჩნდება სხვანაირად. კარგი, გვაჩვენეთ ეს მამაკაცი. უბრალოდ ამ მამაკაცის, ამ პიროვნების ხასიათი. სხვათა შორის ეს პიროვნება საკმაოდ პარტნიორული, ანუ აქ არ არის ესეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მანიპულატორია, ან დომინანტია, საკმაოდ ისეთი ადამიანია, ვისაც მოსწონს, როდესაც აი არის ვიღაცასთან ურთიერთობაში. ეს პარტნიორობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ემპათიურია, ერთგულიც. აი ეს პასუხისგებლიანობა, ხო, აი უჭირს ყველაფრის საკუთარ თავის თავზე აღება. უფრო უყვარს და სიამოვნებს, როდესაც ყველაფერი არის ლაღად. სადაც მას არ დასდევენ, სადაც მისგან არ ითხოვენ, რომ აი არ უყვარს აქ ისეთი პიროვნება, რომელსაც არ უყვარს, როდესაც მას ძაბავენ. აი რაღაც ასეთი, არ უყვარს ეს დრამები, მოსწონს, როდესაც თანაბარი სიტუაციებია, სადაც მეც ვიძლევი და მეც მაძლევენ ემოციებს, ხო? აი, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, რომ თვითონ იყოს აქ ყურადღების ცენტრში. ანუ დაკიდებული ადამიანის არკანი მასში არის პლუსათაც და მინუსაც. ანუ პლუსში შესაძლოა ის იყოს, რომ საკმაოდ ისეთია ორიგინალური, ქმედუნარიანიც არის. შესაძლოა სპონტანურად რაღაცები ისეთი მოიფიქროს, რომ აი ვაუ თქვათ. მაგრამ მინუსში აი თავს არ დაიჩაგრავს ვიღაცების გამო. აქ მომენტ შესაძლოა აქ პირიქით სხვებზე ზეწოლა მოახდინოს საკუთარ თავის გამო, ხო? შესაძლოა ეს უნებლიეთ გააკეთოს ადამიანმა, ისე რომ თვითონაც არ იცის, იმიტომ რომ პრიორიტეტად აი საკუთარ ინტერესებს, საკუთარ თავს აყენებს და აი всё. იქ უკვე ეშლება რაღაცები, ხო? საინტერესო პერსონაჟი აქ ძალიან. ხო, ფიქრობ. კიდევ ეს მამაკაცი მაჩვენეთ. ნახეთ, აი რაღაც ისეთია. არა ფიზიკურად არ არის აქ რაღაც ისეთი ალფა, არ არის ფიზიკურად, უფრო მეტად რაღაც გოგატეხილი, რელაქსური, ან ზედმეტად როგორ თქვა, გარეგნულად ცივით შესაძლოა იყოს ეს მამაკაცი. ვიზუალს თუ ვიტყვით, ხო? კარგი, რით ჩდება? ხო? აქაც გაურკვევლობით. ანუ აბსოლუტურ ფარულობით და გაურკვევლობით თუ რა უნდა და რა სიტყვის თქვენგან.
ანუ რატო ჩდება? იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთი დედოფალი, რომელთანაც გამოჩნდა. და უნდა რა აქ მესამე პოზიციიდან უნდა რა. ხელა ახალი შანსი რაღაც, გრძნობები ახალი. იგრძნოს გრძნობები, რაც მას დაეხმარება. დახმარება უნდა აქვს მესამე. შანსი ახალი. აქ თუ ძველი პარტნიორია, ან უკვე რაღაც გაქვთ ისტორია ამ ადამიანთან, ხელა ახალი შანსი, ან თუ ეს არ არის ძველი და უბრალოდ რაღაც ასეთი პარტნიორია ახალი ან ადამიანი, უბრალოდ შანსი თქვენგან, რომელიც დაეხმარება მას, მაგრამ აქ გამოჩენაში აბსოლუტურად ეგოცენტრულია, რომ მე ახლა მომინდა და გამოჩდი. საინტერესოა რისთვის ჩდება სინამდვილეში. რისთვის? აბსოლუტურად ვნება არის აქ, აბსოლუტური ვნება. ის რომ რაღაცა ვნება, თავგადასავალი, სექსი, უფრო მეტად რაღაცა ასეთ სიტუაციისთვის. კიდევ რისთვის ჩდება სინამდვილეში? რომ იყოს რაღაც კომუნიკაცია თქვენ შორის, ხშირი მიმოწერა, ხშირი საუბრები, მაგრამ ფორმატი რა ფორმატი უნდა ამ მამაკაც მესამე პოზიციასთან? ფორმატის რა მოგახსენათ, საერთოდ გაურკვეველი ფორმატი, სადაც არ არის არანაირი გარკვეულობა. სადაც არის ისე, როგორც გაურკვევლობა. აბსოლუტური რაღაც დაფარულობა, ფარულობა, არაპროგნოზირება და არასტაბილურობა. სადაც თქვენ არ გაქვთ პასუხი საერთოდ რა ტიპის ურთიერთობა, ვინ ხართ ამ ურთიერთობაში. აქ მე მგონი, მაინც ვიკითხოთ პერსპექტივები მესამე პოზიციის. ხუთიანი თასები გადმომივარ და პერსპექტივები მესამე პოზიციის ამ პიროვნებასთან. პერსპექტივები. საერთოდ მე სულ ამბობ, რომ პერსპექტივა არის ყველაფერში, მაგრამ აქ ეს არ იქნება მარტივი, რადგანაც იმისთვის რომ იყოს პერსპექტივა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გარკვეული სიტუაცია, თუ სად მივდივართ და როგორ ავართ და არ იყოს დამალული რაღაცეები ერთმანეთისგან. იყოს გულწრფელობა და გარკვეულობა. ხო? არის პერსპექტივა აქ. დასასრული. სიკვდილის არკანი. მე ვიტყოდი უკეთესიც შეიძლება იყოს აქ, თუმცა, როგორც თქვი, ხო, შესაძლოა იყოს რაღაც ახალი პერსპექტივებით, მაგრამ ეს ძალიან ესეთი ძალიან რთულად სათქმელია აქ რამე ზუსტად. თან საჯარო გაშლაც რომ არის, ბუნებრივია ყველასთვის სხვადასხვა სიტუაცია, რა თქმა უნდა, აქ დეტალები ყველას სხვადასხვა, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, მე ვერ ვგრძნობ, რომ ამ ადამიანს შეუძლია მესამე პოზიციას შემოსთავაზოს რაღაც სტაბილური, გარკვეული და ადეკვატური. ხო, რა თქმა უნდა, ახლა მესამე პოზიციის გადასაწყვეტია აქ, როგორ და რანაირად, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი ურთიერთობები აქ. ურთიერთობა. კარგი, რჩევა მესამე პოზიციას, ამ ადამიანთან დაკავშირებით. რჩევა. არ შეგეშინდეთ. შეუშინდებით ამ სიტუაციებს ამ ადამიანთან და გჯეროდეთ, რომ თქვენ უკეთეს იმსახურებთ და ძალიან დიდი რჩევა აქვს, რომ თქვენ არ იყოთ მსხვერპლი და სიმართლეს გავსწოროთ თვალები და არ შეგეშინდეთ პირდაპირ თვალის გასწორება იმ ვითარებაზე, რაც არის და საკუთარი საზღვრების დაცვის. შეგეშინდებათ უარის თქმა, თუ ადამიანი ისეთ რაღაცას გთავაზობთ, რაც თქვენთვის არ არის ეს მისაღები. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ეს, რომ თქვენ არ აღმოჩნდეთ ვიღაცის მსხვერპლი აქ და დაიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, საკუთარი საზღვრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გადმომივარ და კიდევ ხო, თასების რაინდი, რომ რაღაც არარეალისტურად რომ არ შეხედოთ ამ სიტუაციას და კიდევ აქ აბსოლუტურად საკუთარ თავზე გრძნობებზე ფიქრი. აბსოლუტურად საკუთარ თავზე, საკუთარ გრძნობებზე ფიქრი და იქედან გამომდინარე შემდეგ უკვე განსაზღვრა. პრინციპში სამივე პოზიცია ძალიან საინტერესო იყო, თუმცა არც ისე მარტივი იყო, არც ერთი პოზიცია არ იყო მარტივი, ასე უფრო სწორია, მაგრამ ვისაც დაგაინტერესებთ, უფრო ინდივიდუალურად თქვენი სიტუაციის განხილვა გელუდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, დღეს ასეთი ინფორმაცია იყო, ასეთი ინფორმაცია გვაჩვენეს, ასე რომ, ხო, როგორც ჩანს, ასეთი
ასეთი ენერგიის მქონე სიტუაციები არის აქ იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც ამ გაშლას მოусმენს. რადგან ჯერ კიდევ ვიწერდა ეს გაშლა არ დამიტია, მოусმენს. ხო, საინტერესო იყო. თან ასევე ისიც იყო, რომ ძალიან დიდხანს ვიწყებდი ამ გაშლის გადაღებას. ბევრჯერ გადავიღე ხელახლა ჩავწერე ბევრჯერ, იმიტომ რომ ხმაური იყო, ვიდეოს დასაწყისში ვთქვი და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს. რაღაც ძალიან მეშლებოდა ხელი, რომ ეს გაშლა თქვენთვის გადამეღო და გამეკეთებინა, ხო? მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა, ვისთვისაც ეს აქტუალურია, ამ ინფორმაციას მიიღებს და სათავისოდ დადებითად თქვენთვის და სხვისთვის გამოიყენებთ. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი არხი, გამოიწერეთ, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, რომ უფრო მეტი სიტუაციები გავარკვიოთ, გავშალოთ თქვენს ცხოვრებაში და საერთოდ თქვენს თავსთან დაკავშირებით. ასე რომ წარმატებები და დროებით.